ქრისტეს სჯულის პირველ მქადაგებლად საქართველოში ითვლებიან მოციქულები ანდრია, სვიმონ კანანელი, მატათა და ბართლომე. ისტორიკოსთა თვალსაზრისი ორბანაკად იყოფა იმ საკითხთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა მოციქულები საქართველოში. მაცხოვრის მოწაფეთა იბერიაში ქადაგების უარმყოფელნი თავიანთ აზრს იმით ასაბუთებენ, რომ წმინდა პავლეს მეტი არც ერთი მოციქული არ ყოფილა საქადაგებლად წარმართებთან, რადგან მათ მარტო ებრაელთა შორის ჰქონდათ ქადაგების ნება. ამ აზრს სერიოზული მეცნიერული არგუმენტაციით დაუპირისპირდა დეკანოზი კელენჯერიძე უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით. იგი თავის მოკლე ისტორიაში წერდა: ისეთი ავტორიტეტები ძველი ქრისტიანობის ისტორიაში, როგორებიც არიან ბოლოტოვი და არქიეპისკოპოსი სერგი, აგრეთვე პროფესორი ვოოგი და ნატალისი, არ უარყოფენ მოციქულების წარმართთა შორის ქადაგებას. მეორე საუკუნის ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ორიგენი, ამბობს, რომ ანდრია იყო სკვითეთში. მას ემხრობიან პროკოფი და ევსევი. ამ უკანასკნელს თავის ისტორიაში ორიგენის სიტყვები მოჰყავს. თომამ პართია მიიღო, ანდრიამ სკვითია, იოანემ ასია და პეტრემ პონტო, გალატია, ბითინია და კაპადუკიაო. წყაროებში მატათა მოციქულზე წერია ეთიოპიაში ქადაგებდაო. მეცნიერნი ამ ეთიოპიას აღიარებდნენ ახალ ეთიოპიად, სახელდებრ კოლხიდად, სამეგრელოდ და სკვითების ქვეყნად, რაც სამეგრელო აფხაზეთს საზღვრავდა. ქრისტე მარტო ებრაელთათვის არ მოსულა და არც მოციქულთათვის უბრძანებია, მხოლოდ ებრაელებზე ესრუნათ. პირიქით, ასეთი მცნება დაუდომათ, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნიერნი. თუ კი მოწაფეებს მხოლოდ ებრაელთათვის ევალებოდათ ქადაგება, რატომ გადმოვიდა მოციქულებზე სულიწმინდა და ასწავლა უცხოენები? თავად ხომ ებრაელები იყვნენ და ებრაელთა შორის რად სჭირდებოდათ უცხოენის ფლობა? მეორე საუკუნის მეცნიერი ორიგენე, რომლის აზრს იზიარებენ იპოლიტე, დოროთე ტვირელი ეპისკოპოსი და სოფრონი ამბობს, რომ პირველწოდებულმა ანდრიამ იქადაგა საქართველოში. ღვთისმეტყველთა თანახმად მაცხოვარი 30 წელს ამაღლდა. ამაღლების წინ მან აკურთხა მოციქულები, რათა მათ მთელ მსოფლიოში ეკადაგათ. მეათე დღეს, სულიწმინდის მოფენის შემდეგ, მოციქულებმა მთელ მსოფლიოში იწყეს გამგზავრება. წმინდა ანდრია გამოემართა საქართველოში, სადაც ამ დროს მეფობდა ადერგი. მისი მეფობის თარიღით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ პირველწოდებული საქართველოში მოსულა 30-35 წლებში. ქართლის ცხოვრების მიხედვით, პირველი მოგზაურობის დროს მას მოუქცევია მეგრელნი. ცნობილი არის მისი მოგზაურობა, აღწერილია ჩვენს მატიანებში, იმიტომ რომ გადათარგმნიათ ბერძნულიდან ქართულ ენაზე, ჯერ კიდევ იოანე მთაწმიდელის შვილი მექვთე მთაწმიდელმა თარგმნა და ამას ქართლის ცხოვრებაში ჩართული ესა. პირდაპირ წერია თქვა, ანდრია პირველად მოვიდა ტრაპეზუნდში, რომელიც არის სოფელი მეგრელთა. ქართულობა ასევე ცხოვრობდა სამხრეთით, ანუ ტრაპეზუნდი ეს იყო სოფელი, ანუ ქვეყანა მეგრელთა, ანუ ერქვა იგივე სამეგრელო, სხვა წყაროში ქვია სამეგრელო, ქვეყანაში სამეგრელო ისასა. ანუ იყო სამხრეთის სამეგრელო, ეგრისი, სამხრეთ ეგრისი და იყო ჩრდილო ეგრისი. ჩრდილო ეგრისი ჩვენ ვიცნობთ, რომელიც იბერიის სახელმწიფოს ნაწილი იყო და სამხრეთ ეგრისი არის ტრაპეზონტის რეგიონი და ქალდია იყო იქ დიდი ასეთი ქალდია დაერქვა. ასე შემდგომ პონტო ასევე ეს იყო ჩვენი ხალხით დასახლებული ქვეყანა, სოფელი მეგრელთა ჯერ იქ მოვიდა ანდრია. მერე რა თქმა უნდა გადალახა მდინარე ფაზის ანდრია და ფაზის განმარტავს ექვთიმე მთაწმიდელი ეს არის ჭოროხი და პირდაპირ ნახსენებია რომ ის გაყვა ესე იგი როგორც აჭარის წყალს, იმიტომ რომ იქ ნახსენებია მივიდა დიდაჭარაში ის აღაბთიანი სოფელი და მასთან ჰქონდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. სადაც ხატი დაასვენეს, წყარომ გადმოჩქეფა იქა დიდმა წყარო და როგორც მეთქეს წყარო დღესაც არის. ფაქტობრივად აქედან იწყება საქართველოში და უპირველეს ყოვლისა აჭარის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელება. ანდრია პირველწოდებული წყაროების მიხედვით ასულა დიდ აჭარაში, ეს არის დღევანდელი ხულოს რაიონი, ისტორიული სოფელი, დღესაც სოფელი, დიდ აჭარაში უკადაგია და ფაქტობრივად ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოვაწეობა მატასასთან ერთად მოიცავს მთელ რეგიონს და როგორც ისტორიული წყაროები გვაცნობენ, ამ პერიოდში
მთლიანად მთელი აჭარა მოქცეულია ქრისტიანული ჯვრზე და სწორედ ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობას უკავშირდება ის, რომ დიდ აჭარაში აიგო პირველი ტაძარი, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. ამის შემდეგ წმინდა მოციქული ოძრახისხევის დღევანდელი აბასთუმნის გავლით გადავიდა სამცხის საზღვარზე და დაივანა სოფელ აწყურში, სადაც მისი ლოცვით დაილეწა კერპები. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა. მოციქულმა მათ ასწავლა ყოველი წესი სარწმუნოებისა, დაუდგინა ეპისკოპოსი, მღვდლები და დიაკვნები. ეს უკვე ნიშნავს ეკლესიის დაარსებას, ამ საქართველოს ეკლესიის დაფუძნებას, მოციქულის მიერ დაადგინა ეპისკოპოსი. აწყურში საღვთელოება, ხალხი, მრევლი, ამასობრივ ქრისტიანული თემა, სრულყოფილი ქრისტიანული თემა. ასეთ ქრისტიანული თემა პირველი საუკუნისა იყო მცხეთაშიც, იმიტომ რომ არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს პირველი მესამე საუკუნეების საფლავები, სადაც დაკრძალული არის ქრისტიანული წესით მიცვალებულები, ანუ წარმართები სხვაგვარად იგზალებოდნენ, ქრისტიანები თქვენ მოგახსენებთ როგორც ჩვენ გვგზავნებთ, აი ესე იგზალებოდნენ. და ნახეს ბავშვებიც აი ზუსტად ამ წესით, ანუ მშობლებიც, ბავშვებიც, დიდებიც, პატარებიც არის დაკრძალული ამ წესით და თუ კი ბავშვი არის ქრისტიანი, რას ნიშნავს ესა? ჭირდება მონათლა, ეს ყარიბადება ქრისტიანად, ჭირდება მონათლა. თუ მონათლა ჭირდება, ესე ჭირდება რა, საღვთელოება. თუ კი საღვთელოება ჭირდება ეპისკოპოსი. ანუ არის ეკლესია თავისი იერარქიით. ანუ ჩვენში იყო სრულყოფილი ქრისტიანული თემები, ეს არქეოლოგიურად, არა მარტო წყაროებით, ქართული და უცხოური წყაროებით, არამედ არქეოლოგიურად არის დადასტურებული. ასე რომ მოციქულების ნაღვაწი არის საქართველოს ეკლესია. იმდენად დიდი რაოდენობა მოაქციეს მოციქულებმა, კლარჯეთი ერქვა ამ სამხნესხეთს, კლარჯეთი ერქვა. და ეგრისში გადავიდნენ შემდგომ დასავლეთ საქართველოში, ანუ ეგრისში გადავიდნენ მოციქულები, იმდენად ბევრი მოაქციეს და დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომ იბერიის მეფე შეიტყო, რომ კლარჯინი და მეგრნიო, ანუ ეგრისელები, ანუ მეგრელები და კლარჯინიო გაქრისტიანდნენ მოციქულების მიერო. და ეს მიიჩნია, რომ მამათა რჯულის უარყოფა არისო და ეს არ შეიძლებაო და გააგზავნა ჯარი, რომ და უთხრა კლარჯეთის ერისთა შერისხაო, კლარჯეთის ერისთავი და ეგრისის ერისთავი შერისხა და უთხრა, რომ მოციქულები რატო არ შეიპყარეთ, როგორ მოხდა ისე, რომ ისინი წავიდნენ და როგორ ესე იგი არ დასაჯეთ ისინი. ანუ კლარჯეთის და ეგრისის ამ დასავლეთ საქართველოს შედიოდა იბერიაშიც და რა თქმა უნდა სამხრეთ საქართველოს იბერიაში შედიოდა. ამას თქვა, ამიტომ საჭირო რომ არა მარტო არ წამდათ ესე იგი მოციქულების გადაგება, არამედ იმაშიც კი ეჭვი შეიპარეს, რომ საერთოდ თუ ეს ქვეყანა ერთიანი იყო და ესე იგი ეს ერთ სახელმწიფოში შედიოდა, არა და რამდენი უცხოური წყარო ამას ამტკიცებს. წმინდა მოციქული სხვა დროსაც ჩამოსულა საქართველოში, ამჯერად უკვე სხვა მოციქულებთან ერთად. ამის შესახებ წერს მერვე საუკუნის ავტორი ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, რომელიც ძველ წყაროებს იყენებდა. იგი აღნიშნავს, რომ მოციქულის სიმონ კანანელი დაკრძალულია ნიკოფსიაში, რაც ეთანხმება ქართლის ცხოვრებას და ძველ ქართულ ტრადიციას. ეპიფანე კვიპრელის თანახმად, საქართველოში მეორე მოციქულიც განისვენებს, მატათა ანუ მატათია, რომელიც იუდა ისკარიოტელის ნაცვლად იყო არჩეული. იგი წერს, მატათიამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში, სადაც არის აფსარის ციხესიმაგრე და ჰვისის ნავსადგური. იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე. აფსარის დღევანდელი გონიოს მიმდებარე ზღვის სანაპირო დასახლებული ყოფილა ქართველებით, კერძოდ ძირდიტთა ტომით, რომელსაც ეკავა ტერიტორია მდინარეების, არხაბეს და ჭოროხის შესართავებს შორის. პირველი საუკუნის ავტორი პლინიუსი აფსარის შესახებ ამბობს, რომ ამ ადგილებში მთებს იქით იბერიაო. მოციქულების მიმოსვლასთან დაკავშირებით ხშირად გვხვდება სამი პუნქტი: ტრაპიზუნტი, აფსარი და ნაფსაის ნავსადგური, იგივე ნიკოფსია. თავის დროზე პავლე ინგოროყვამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს სამი ადგილი ამორჩეული აქვს იოანე საბანისძეს ერთადერთი მიზეზით. სწორედ ამ პუნქტებთან იყო დაკავშირებული გადმოცემები ქრისტიანობის გავრცელების შესახებ დასავლეთ საქართველოში თვით მოციქულთა მიერ. ტრაპიზუნტი, საიდანაც მოციქული ანდრია შემოვიდა საქართველოში. აფსარი, სადაც დაკრძალულია მოციქული მატათა და ნიკოფსია, სადაც განისვენებს სიმონ კანანელი. ეფრემ მცირემ, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია ჩვენი ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებული მის დროს არსებული ყველა ბერძნული წყარო, წერდა,
რომ საქართველოში სახარება მოციქულმა ბართლომემაც იქადაგაო. როგორც ჩანს, იგივე ცნობა ლათინურ წყაროებშიც ყოფილა დაცული, რადგან ამის შესახებ იტალიელი არქანჯელო ლამბერტიც აღნიშნავდა. მისი ცნობის თანახმად, ქართლის სამცხის პროვინციაში თავისი ქადაგებით ქრისტიანობა გაავრცელა მოციქულმა ბართლომემ. ამ საეპისკოპოსო ეკლესიის ეპისკოპოსს იშხნელს უწოდებდნენო. ასე რომ, საქართველოში ქრისტიანობა მოციქულთან აქადაგარია. ბუნებრივია იბადება კითხვა, რომელი ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ქართული ქრისტიანული მრევლი, რომელსაც თავისი საეპისკოპოსო ჰქონდა. საეკლესიო სამართლის თანახმად, მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესია, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, ავტოკეფალური იყო. ივერიის ეკლესიაც ამ საერთო წესის თანახმად ავტოკეფალური იქნებოდა. იერუსალიმი, საიდანაც მატიანეთა მიხედვით მოციქული მოვიდა, 70 წლისათვის უკვე დანგრეული იყო და იქ ქრისტიანული თემიც კი აღარ არსებობდა. რომსა და ანტიოქიაში კი ქრისტიანობა იდევნებოდა, მაგრამ ყოველგვარი ძიება მაინც აზრს მოკლებულია, რადგან ყველა ქრისტიანული თემი მოციქულთა ეპოქაში მხოლოდ მათ ავტორიტეტს აღიარებდა და ერთმანეთის მიმართ დამოუკიდებელი, ავტოკეფალური იყო.